გუშინ იყო პრემიერის შეხვედრა წარმოებლებთან, სხვა პროდუქტების წარმოებლებთან და აქ გაკეთა საინტერესო კომენტარი. ალექსანდრე რატიშვილი, ეს არის პურის წარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის ფლობელი. აი, მან გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, აი რა არის პრობლემა, რატო ძვირდება ფასები და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოხერხდეს ფასების დაკლება. აი ამ თამაშის წესების შემუშავება. კარგი კითხვაა, რატო ვერ ხდებოდა, არ ვიცი, ბევრი მიზეზია ამის, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების სახით წლებია 10 წელზე მეტია შემიძლია დაგიდასტუროთ პარლამენტის თავმჯდომარეებთან, კომიტეტის თავმჯდომარეებთან, სხვადასხვა მინისტრებთან, პრემიერ-მინისტრებთან, კონკურენციის საქმეზე არაერთი უამრავი შეხვედრა ქონია, ეს საკითხი დაგვიყენებია, მაგრამ მიზეზთა გამო რადგან ახლა მე რა თქმა უნდა ვერ ვისაუბრებ. აქამდე ეს არ ხდებოდა. ვერ გეტყვით, არ ვიცი, წინა პრემიერის იმის წინაც და ასე შემდეგ. გითხარით 10-12 წელია. გვაქვს ძალიან დადებითი გამოცდილება კონკურენციის აგენტოსთან თანამშრომლობის, რომელსაც შეისწავლა სიღრმისეულად ეს საკითხი დაახლოებით 3 წლის წინ დასკვნაც დადო, მიმართა საკანონმდებლო ორგანოს რეკომენდაცი და მთავრობას, რომ შემუშავებულიყო ჩარჩო საკანონმდებლო რეგულაციის ფორმატი, რომელიც დაარეგულირებდა და შექმნიდა ეგრეთ წოდებულად რო ვთქვა თამაშის წესებს ამ დარგში. ისევ დაიდო, მაგიდაზე შემოიდო, ტარო შესაძლებელია ნამდვილად გიდასტუროთ. პირობები, რასაც ისინი აყენებენ, იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქტი განვათავსოთ მათთან თაროებს. ძალიან მძიმე პირობებია. ეს არის კეშბექი, ეს არის შესulis გადასახადი, ეს არის გადახდის ვადები, არიან რომ არა ქსელები ჩვენ პროდუქციას ვერ გავყიდით, მაგრამ მარტო მე ვიხეირო, მარტო მე ვისარგებლო და შენ გაკოდრდი პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩვენ შემთხვევაზე გესაუბრებ, მე ჩემ შემთხვევაზე გესაუბრებ. მოახერხებდა, იმიტომ რომ შეიძლება არ მოგწონს სუსის ბიზნესში შემოყვანა, მაგრამ ის რაც ხდება, ბევრად უფრო უარესი პროცესია თქვენთვის, თვითონ ადამიანისთვის და ბიზნესისთვის ამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ვიდრე ის რომ სუსი შევიდა და საბუთები მოითხოვდა. ანუ უფრო გასაგებად რა უნდა გითხრან? სრულიად გასაგებად ჩამოგვიყალიბეს ჩვეულებრივი მსხვილია ესეთი ის არის გადასახადი აქვს დაწესებული ქსელებს და ამის გადახდის გარეშე უბრალოდ თაროზე ვერ მოხდება შენი პროდუქტი. მსხვილი მაფიოზური გადასახადი აქვს დაწესებული. აი ამდენს ატკატის სახით არ მოგცემ, შენი პროდუქტი ვერ ხვდება თაროზე. თან ამას მხოლოდ წვრილ წარმოებელზე კი არ არის კაცო, რაღაცა ერთი პურის საცხობი გახსნა და იმას დაუყენეს ეგეთი პირობები. იმას საერთოდ ყველანაირ პირობებს დაუყენებენ, რაც უნდათ თუ არ დათანხმდება, ვერაფერს ვერ იზავს. აი მსხვილი წარმოებლებიც კი, რომლებსაც ხმა მიუწვდებოდა პრემიერებამდე, პარლამენტის თავმჯდომარეებამდე, პარლამენტის კომიტეტში, პარლამენტის თუ მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურებში, სამინისტროებში, როგორც თქვა აგერ ამ ადამიანმა, ყველა რგოლს მიაწვდინეს ხმა, მათ შორის ანტიკორუფციულ სამსახურმად დადო დასკვნა, რომელიც მთავრობას მიუტანეს და მაგიდაზე დაუდეს, ანუ ეხლა კი არ იკოლებენ კაცო. ეს დასკვნაა დადებული, ეს წარმოებლები, როგორც ამ ადამიანმა თქვა, 12 წელი ელაპარაკებოდნენ მთავრობას და ყველანაირი პროცესებისთან დაკავშირებით საქმის კურსში ყავდათ ჩაყენებული. ანუ ვინმეს კი არ გეგონოთ, რომ ვინმე რამე არ იცოდა კაცო. თქვენ რა წარმოგიდგენიათ, ეხლა ყობახიძე 2 წელია პრემიერ-მინისტრია და 2 წელი ყობახიძე პრემიერ-მინისტრი როა, ეხლა გაიგო 2 წლის წინ დადო აგერ ანტიკორუფციულმა სამსახურმა დასკვნა. და ეხლა გაიგო ყობახიძე ამის შესახებ, ან იმაზე, რა ქვია, 12 წელი ელაპარაკებია ყველა რგოლს, მათ შორის პარლამენტის დონეზე, პარლამენტში კომიტეტებს ელაპარაკებიან, პარლამენტის თავმჯდომარეს ელაპარაკებიან. ისიც იყო ყობახიძე, ისიც იყო ყველა რგოლში იყო, პარლამენტშიც იყო, თავმჯდომარეც იყო. ამაზე წარმოებლები კი არა, ჩვეულებრივი მომხმარებლების დონეზე ეს თემა არის, არ ვიცი, ჭორის კი არა, საყოველთაოდ გავრცელებული ფაქტია, ყველა მიცის, ეხლა ვისაც რაღაცა შეხება ქონია სავაჭრო ობიექტებთან, ან ვინმე იცნობს, ვისაც შეხება ქონია წარმოებასთან ქონია შეხება, ყველა მიცის ქალაქში. ეს და თქვენ რა წარმოგიდგენიათ, რომ ყობახიძემ ეხლა გაიგო 14 წლის თავზე, რომ აგერ მაფიოზური ქსელი აქვს მოწყობილი ჩვენივე დამფინანსებელ ბიზნესმენებს, ჩვენივე მაღალჩინოსნების ძმებს, ბიძაშვილებს, ნათესავებს, თვითონ თანამდებობებს
თანამდებობის პირებს და ეს რა ხდება? ეხლა უნდა ვიმოქმედოთ, ეხლა გაიგო, ან მანამდე მომხდარ დარღვევებზე, სადაც ხალხს, რა ვიცი, უზარმაზარი ფასდამატით, რა ვიცი, საჭმელი რო ვერ მიქონათ სახში, უზარმაზარ ფასად რო ყიდიდნენ ადამიანებზე საკვებს, ანუ ეს ხო არ არის რაღაცა, არ ვიცი, ფუფუნების საგნები, ტექნიკა, არ ვიცი, რაღაცა სხვა ისეთი საგანი, რომელიც შეგიძლია რომლის გარეშეც შეგიძლია თავი გაიტანო, ანუ საჭმელი რომ მიუტანო შვილებს, მაგას უძვირებდნენ და ანუ ეხლა აქ კითხვა არ დგება, კი, მაგრამ 14 წელი სად იყავით? თქვენს მაგიდაზე რომ დასკვნები იდებოდა ამასთან დაკავშირებით, ეხლა რომ დაფაცულდი. 14 წელი რა აკეთეთ? ამაზე კითხვა არ უნდა გაჩნდეს? კითხვა არ უნდა გაჩნდეს იმ ხალხთან, რა ვიცი, რომ მიდიოდით და 80% რო ხმას აძლევთ ამ თავრობას. თქვენ თუ არ გაინტერესებთ უშუალოდ თქვენ რო გიძვირებენ პროდუქტს, დანარჩენ საქართველოს რას ერჩით, კაც ყველას უძვირებენ მაგ პროდუქტს და მანდ ჩდება ესეთი კითხვა ჩდება, დილემა ჩდება, რომ აი რა არის გამოსავალი, რაღაცა სისტემური პასუხი გითხარით, რა შეიძლება იყოს, ან თქვენ რას გთავაზობთ, რა სისტემური რეალური გარანტიები შეიძლება არსებობდეს. მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ 14 წელი იგივე რო ხდებოდა. ჩვენ რო ახლა გვითხრეს 86%-ით გაგვიძვირესო და არავინ არ იცის სინამდვილეში 86%-ით არის გაძვირებული თუ, რა ვიცი, 286-ით, ხო? შეუმოწმებს ვინმე, რომ შეუმოწმო დებატებში შემოვა ვინმე, რაღაც დაგიჯდება, დიალოგის შესაძლებლობა გექნება, რამის დამტკიცების შესაძლებლობა გექნება, რამეს რო ტელევიზორში ილაპარაკებ, ამას ვინმე ყურად იღებს და რეალურ კონსტრუქციულ დიალოგში შემოვა თუ რავი, არაფერი მსგავსი არ იქნება რა, რაღაცა თვითონ იტყვიან 86%-ს და ან უნდა მიიღო ისე როგორც არის, ან არ გინდა და ინერვიული, ხო, ეგრე დაგიყენებენ საკითხს. როგორც იგივე კალაძეზე, არ ვიცი, იმაზე ღარიბაშვილზე, ლილუაშვილზე, სხვებზე, ეხლა რო იძახიან, რომ ხო, ჩვენი მოადგილეები, ჩვენი მინისტრები, ხო, რაღაცე მოუპარია თურმე, რაღაცები კი მილიონები მოუპარია და ხო, აი, ისა რა ქვია, მე არ მეხება ეგ რაღაცა იმან იმოქმედოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და მანამდე რომ ვიძახდით, რომ ესენი იპარავენ, ესენი კორუფციაში არიან ჩაბულები, თაღლითები არიან, მანამდე ხო ამას არ იღებდა არავინ ისე თითქოს რეალურ პრეტენზიებს. მანამდე ამაზე ლაპარაკობდნენ, რომ ამაზე მინიშნებები და პრეტენზიის გამოთქმა არის საბოტაჟი, არის რაღაცა ბორბლებში ჯოხის დადება, არის ომის საფრთხის წინაშე მდგარი ქვეყნის რაღაცა ნავის ქანაობა და კრიზისში ხელის კვრა და ასე შემდეგ, ხო? და ზუსტად ეგრევე, აი ეხლა ჩვენ რო ვამბობთ, რომ რა გარანტიები გვაქვს ეხლა ამათი გამოცხადებულია იმ რაღაცა საბრძოლო ჟინის პასუხად იქნება რეალური შედეგები. 2 წლის წინაც ხო გამოაცხადა, 3 წლის წინ ღარიბაშვილმა, რომ მე გაზრდილ წამლების ფასებს და მათ შორის პროდუქტის ფასებს დავარეგულირებ. გამოაცხადა, რომ დაარეგულირებდა აზარტული თამაშების რეკლამის პრობლემას, გამოაცხადა, რომ დაარეგულირებდა სუროგაციის პრობლემას და აი ბავშვებით ვაჭრობის პრობლემას. ხო არაფერი არ დაარეგულირდა და რაღაცნაირად ისე გაატარდა მე ეს ამ ყველაფრის უგულვებელყოფა, რომ ჩვენ რო პრეტენზიას გამოთქვამდით, ამაზე პასუხობდნენ, რომ თქვენ ახლა ნავს არყევთ კრიზისის წინაშე მდგარი ქვეყნის მოცემულობაში.